2017 წელია, მოვდივარ ქუთაისიდან თბილისში. ვზივარ მარშრუტკაში და ვტვირთავ ჩემს პირველ ვიდეოს Facebook-ზე. როგორც კი დავაჭირე დაპოსტვის ღილაკს, თავბრუდამეყვა. ამტკივდა კუჭი და ნერვიულობისგან დამიბნელდა თვალებში. გადის ზუსტად 20 წუთი და ვთხოვ მძღოლს გააჩეროს მანქანა. რის შემდეგაც კი იმედი არ ჭამ ვაღებინე. უცბად წარმოვიდგინე მეგობრები და ყოფილი თანამშრომლები როგორ დამცინია. ჩვენ სიკვდილზე მეტად ხომ ზუსტად ამის გვეშინია. 99%-ით მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს ვიდეო უნდა წამეშალა. მაგრამ ბოლო წამს შინაგანმა ხმამ ჩამიჩურჩულა. თუ ახლა ამ ვიდეოს წაშლი, ძალიან დიდი ალბათობით აღარასდროს დაუბრუნდები კონტენტის შექმნასო. რაიც იქნებ ეგ ვიდეო რომ წამეშალა, ახლა სად ვიქნებოდი? ზუსტად მაგ ვიდეოთი გავიცანი ჩემი მეუღლე ელისო. მოდი ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ფრაზას გაგიზიარებ. როდესაც 1000 გვარი შინაგანი ხმა გაბრკოლებს მოქმედებისგან, მოусმინე იმ ერთადერთს, ყველაზე ჩუმს, რომელიც გეუბნება, რომ მზად ხარ, შენ შეგიძლია. პოსტსკრიპტუმ, თუ იცი და გრძნობ, რომ კონტენტის შექმნას შეუძლია შეცვალოს შენი რეალობა, გაგიზარდოს ცნობადობა, ბიზნესის გაყიდვები, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო, მომწერე პირადში და გავისაუბროთ.